სერბეთში გრძელდება საპროტესტო აქციები. 14 აპრილს ასეულობით სტუდენტმა ბელგრადში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელი გადაკეტა. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებლობას სერბეთში მიმდინარე მოვლენების არასათანადოდ გაშუქებაშია დანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია ატარებს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკას. მსგავსი საპროტესტო აქცია მოეწყო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი სადშიც. მე აქ ვდგავარ, რომ ხარი დავუჭირო სტუდენტებსა და მათ მოთხოვნებს. მედიის გასაკონტროლებლად დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, რადგან ახლა რაც გვაქვს, ნამდვილად არ არის კარგი. საზოგადოებრივი მაუწყებლობა არის მიკერძოებული. ჩვენ ძირითადად უფლებების დასაცავად გვიწევს ბრძოლა. სერბეთში უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას ყოველდღიურად აწყობენ. ისინი ქუჩაში პირველად მას შემდეგ გამოვიდნენ, როდესაც ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებენ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ჩამონგრევის მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფცია იყო. სტუდენტების აქციებს 10,000-ობით ადამიანი შეუერთდა. მიმდინარე საპროტესტო აქციები სერბეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, საპროტესტო აქციები დასავლეთიდან იმართება, მიზანი კი მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორებაა.